საათი ვიქნებით გზაში. ანუ პირველი გაჩერება გვაქვს სლოვენიაში. და მერე კიდე რამდენიღაც სხვა ქვეყნებში მაგას გაიგებთ თუ დარჩებით არხზე. გზაში გადავიღებთ სხვადასხვა კადრებს და მიმოხილვას ზოგადად მოგზაურობის გადაროგი ხდება და არის საჭირო, ანუ რაღაც საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. დარწმუნებული ვარ, ანუ მე რაც მენდოებულ და დაახლოებით მსგავს ინფორმაციებს გადმოგცემთ ჩვენს გამოცდილებას და ასე შემდეგ. არის 1 ივლისი და 13-ში ან 14-ში დავბრუნებით უკანას. დანარჩენს ეტაპობრივად მოგაწვით ყველა ინფორმაციას. დარჩი არხზე და გამოიწერე YouTube. რატომ ასწორებს გერმანიის ავტობანი? მეორეჯერ ავსტრიაში ზის გადასახადი, ანუ კიდულო ვინიეტას და მეორედ მოგვიწია უკვე ავტობანიც ეგრეთ წოდებული მაუტის გადაყრა. გაითვალისწინეთ. მეგობრებო, სპარის ანახავად სლოვენიაში და ეხლა პაკეტს შევიძინე. იჟები ნადირები. გათენდა მეორე დღეც დავიძარით ხორვატიისკენ, დუბროვნიკისკენ, სადაც დეინერის მააფრინა თავისი დრაკონები. გზაში გადავიღებთ ბევრ საინტერესო კადრებს. ესაც ხორვატიის საზღვარი მეგობრებო, როგორც ჩანს პერსონალი არ ყავთ და არავინ არ არის. შემოვედით ხორვატიაში და გავიარეთ პირველი ავტობნის ეგრეთ წოდებული მაუტის ადგილი და ავიღეთ ტიკეტი. ჯერ რაღაც რამდენი არ ვიცი, მაგრამ გავიგებთ აუცილებლად. ანუ ეხლა ვართ პირველ გასასვლელთან. ასიანი ავტობუსის მონopolის გასასვლელთან. რამდენი იქნება.
660. Annova, კარგად. Thank you. დაახლოებით 400 კილომეტრის წინ ავიღეთ ავტობუსის ტიკეტი და ახლა გადავიხადეთ 33 ევრო და 70 ცენტი. ანუ იაფი არ არის. ხორვატიის კიდევ ერთი პლუსი მეგობრებო, საღამოს შეგიძლია გადახვიდე ბოსნიაში, დაჯდე რესტორანში მიირთვა ივახში მონახევარბასა და გადმოხვიდე ისევ სწორებს. ესაც საზღვარი. იცია თუ ისევ ნივი დადიოდა არ ვიცოდი. გაფუჭდა საკონები გადაშედენ მეგობრებო. ყველა დაჩამოხდა. ესაც ალბანეთის საზღვარი მეგობრებო. ნახოთ აქ რა იქნება. პერსონალი ყავთ. ეხლა ვართ ალბანეთში, დაახლოებით შუა ნაწილში. 400 კილომეტრი გამოვიარეთ ხორვატიიდან, დუბროვნიკიდან. და ეხლა დაიწყო ავტობანი 130-იანი ზონა. ანუ მთელი გზა მოდიოდით დაახლოებით 7 საათი, 70, 80-50 კმ/სთ სიჩქარით. ძალიან ნელა და დაგვლელი გზა იყო. და
ჩინჩიც მე მგონი იმიხარო და დაიწყო გობანი თქო, მაგრამ მოძრაობა არის მეგობრებო, დედაშვილს არა იყვანს ხელში. აი ეს სადმედის მაგარი. Polizeikontrolle vor dir gemeldet. მოდი ძმა. მე მიდგას. აგიდა მეტია. აი მგონი სხვა ქვეყანაში ჩამოვედით. მეგობრებო. შემოგარენში და ცენტრში არის პატარა მაღაზიები. ერთი იყიდოთ საჩუქრები, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, რომ წავიღოთ უკან. ნახე თურქული ყავა თუ გინდა. თურქული ყავა იყვარს მეგობრებო ძალიან და წავიღოთ. მეორესაც წავიღებ ჩემს მასაო.
ეს არის 10 ივლისი მეგობრებო. მოვიდა დრო დავტოვოთ ალბანეთი. ერთი კვირა ვიყავით დაახლოებით 6 ღამე ვიყავით. ქალაქ ლორაში, ლორა. მეორე სიტყვით ალბანეთს რა შეიძლება უთქვას. ქვეყანა არა ნამდვილად აშენებული, მაგრამ შენებულია არც დაშენებული მეგობრებო. სანაპირო მხარე აქვს საკმაოდ მოწესრიგებული და სანაპირო ზოლი ოკეია. თანამედროვე. ანუ დასასვენებლად არის სანაპირო ზოლი ასე თუ ისე სუფთა. არის რესტორნები და მსგავსი კაფე ბარები გართობისთვის, საღამოსთვის. სხვა ქვეყანა არ არის მაინც და მაინც განვითარება ინფრასტრუქტურის მხრივ. შიდა სამზარეულო არ ვიცით კარგად, მაგრამ არც ეგ იქნება. ძალიან ბევრი გაჭირვებული ვნახეთ ქუჩაში, ძალიან ბევრი უპატრონო კატები, ძაღლები. როგორც საქართველოში. მაგრამ თუ დასვენება გინდათ მეგობრებო, ხოლო ზღვაზე ყოფნა დასაკეთე. სასტუმრო, საჭმელი, ანუ საჭმელი იყო ძალიან გემრიელი. აქეთ ქვეყნებში შკარად ესმის საჭმლის კეთება და ძალიან ესე ახლოს არის ქართულ საჭმელთან. მეგობრებო, მონტენეგროში Google Maps-ი არ გამოიყენოთ. რადგან აურია და მივდივართ მსგავს გზაზე უკვე 20 კილომეტრია. რომელსაც Google Maps-ი საერთოდ აღარ აჩვენებდა. და გადავედით Apple-ის Maps-ზე და იმედია გავართ არავის. იმედია ვიდეო დაიდება YouTube-ზე. მე მთამთან დავდივარ და შეცდები. მეგონი გამოჩნდა ცივილიზაცია მეგობრებო. ზღვა თუ რაღაც გამოჩნდა. და ორი სახლი.
მოვდით ისე ბოსნია-ჰერცეგოვინაში. დაახლოებით 1-2 საათის გზა გვაქვს და შემდეგ გადავალთ ხორვატიაში. ეს არის 12 ივლისი ჩვენი მოგზაურობის ბოლო დღე. ანუ ბრუნდებით უკვე სახლში. წუხელდაურჩით სლოვენიაში, ანუ მონტენეგროდან ვიარეთ დაახლოებით 12 საათი. გზა აგვებნა ჩვენს Google Maps გზა აებნა და ცოტა დიდხანს გაგრძელდა მოგზაურობა. ახლა ვართ ავსტრიაში. ეს იქნება ჩვენი ბოლო ვიდეო. ხდება საზღვრის კვეთას, ანუ თითქმის არც ერთ ევროპის ქვეყანაში არ იყო არანაირი კონტროლი, უბრალოდ გადიხარ საზღვარს პირდაპირ, ანუ მხოლოდ კამერებია და შეიძლება რამდენიმე საზღვრის პოლიციის თანამშრომელი იდგეს და უბრალოდ შემოთხედოს, შემოწმები არ იყო არაფერი. ხოლო არაევროპულ ქვეყნებში ყველგან ჩერდები საზღვარზე. მანქანიდან არ გადმოდიხარ. უბრალოდ ამოწმენ საბუთებს და რამდენიმე ქვეყანაში მანქანის საბუთი და მართლმსაჯულში შეამოწმეს. სულის. და უკანა გზაზე ევროპას შემოსვლაში მხოლოდ ავსტრიაში გაგვაჩერა მესაზღვრე. მანდაც უბრალოდ საბუთები შეამოწმენ და გამოგვიშვა. სხვა არანაირი შეკითხვა არ იყო. თუ ვინმე გადაწყვეტ იგივე გზის გავლას, იმედია მიიღეთ ის საჭირო ინფორმაცია ამ ვიდეოდან. მე მგონი ძირითადი ყველაფერი თქვით, რაც მანქანით მოგზაურობა სჭირდება. ჩვენ შემთხვევაში მანქანა არის თხევად გაზზე და წინასწარ უნდა მოიძიოთ გაზ-გასამართი სადგურები, სადაც შეასხავთ გაზს. ევროპაში ცოტა ნაკლებად არის გაზის გასასხმელი სადგურები, ხოლო სხვა ქვეყნებში თითქმის ყველა ბენზინ-გასამართ სადგურზე ჰქონდათ გაზი და შედარებით უფრო მარტივია. ხოლო თუ ბენზინზე ან დიზელზე გყავთ, არ არის პრობლემა, ყველგან შეგიძლია ჩაასხათ, უბრალოდ ავტობანიდან უნდა გადახვიდეთ, თუ ცოტა იაფად გინდათ რომ ჩაასხათ, იმიტომ რომ ავტობანზე ყოველთვის შედარებით 10-15 ცენტით მეტი არის. Słoneczny gazy dachowy, co 40 cent. Benzyny populacja jaki Bosniasz. Euro da od siebie damy. Detalur informacje są video społeczności akt zogadat ramden dajczak zискada safadi sruliat pan wygląda pod wignetis da mautis kada safadi sruliat dałcert mag informacjes kait mogzaurobas augsburgi pliusi ძალიან რამ შეგიძლია ნახო. ერთ დროულად შეგიძლია რომ ქვეყანაში მოხდე. შეგიძლია
შეგვიძლია ბევრი რამ ნახო, უფრო მეტი რამე ნახო მანქანით. აღარ გაქვს გადაადგილების პრობლემა, მაგალითად. აღარ გჭირდება სხვა სატრანსპორტო საშუალებები. ხო და მობილიზებული ხარ სულ სადაც კიდე დაჭდები წახვალ. არ გაქვს პრობლემა. მაგრამ ამ ხელა მანძილზე რომ მიდიხარ, უნდა გაიცვალისწინოთ, რომ არის ასევე ძალიან დამკლები. ერთი მინუსია გაქვს. მაგრამ მანქანას მინუსი არა აქვს. ზოგადად. მარტო პლუსი. მინუსი აქვს მარტო კლევაზე. ვარ და გავიწყდეთ მეგობრებო. გამოიწერეთ არხი, აი აქ გამონათდება. subscribe ღილაკი და დააკლიკეთ ზევიდან ეგრევე. მადლობა რომ გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ და ჩვენს კარგად.